გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ყობახიძემ განცხადება გააკეთა. პრემიერის განცხადებით, თავისუფალ ქართულ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის რეალური მოტივი დისკრედიტებული ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო. ტელეკომპანია იმედის საკუთარ ბანკს ხსნის. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ამოღებულია 9 კილოგრამამდე კოკაინი და 100 გრამი კლეფედრონი. პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, დახურულია 10 ობიექტი. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააკავეს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარის შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა. იფსოსის კვლევის თანახმად, ზელენსკიმ უკრაინაში ნდობის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. უკრაინელები ყველაზე სანდო ფიგურად ვალერი ზალუჟნის მიიჩნევენ. უკრაინას შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მარტში აბუ-დაბიში გაიმართება. უსაფრთხოების რისკების არსებობის გამო აშშ საკუთარ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრების ისრაელის დატოვებისკენ მოუწოდეს. შტატების ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა. ჰილარი კლინტონმა კონგრესში ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის შესახებ ჩვენება მისცა. მელანია ტრამპი პირველად გაეროს ისტორიაში უშიშროების საბჭოს სხდომას გაუძღვებს. პოლონეთი გეგმავს ახალი კანონის შემოღებას, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას აკრძალავს. თბილისის შემოგარენში ინტენსიურად თოვს, მთელი ღამის განმავლობაში წმინდებოდა ცენტრალური გზები. სინოპტიკოსების პროგნოზით 3 მარტს გამოიდარებს. ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ.